2025 წლის 6 თვეში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება წლიურად 11 მილიონი ლარით შემცირდა. ჯამში წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო კომპანიებმა 56 მილიონი ლარის მოგება გამოიმუშავეს. გაზრდილია ინდუსტრიის მიერ მოზიდული პრემია. საანგარიშო პერიოდში 19 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 800 მილიონ ლარს გადააჭარბა. 6 თვეში წლიურად ზრდა 90 მილიონ ლარს შეადგენს. მოზიდული პრემიის მიხედვით პირველ ადგილზე 148 მილიონი ლარით GPI ჰოლდინგია. ხუთეულში შედიან TBC დაზღვევა, ალდაგი, იმედიელი და ბენეფიტი. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი სექტორის ფინანსური შედეგებით კმაყოფილია. დავით ონოფრიშვილის რომ მოზიდული პრემია წელს პირველად გადააჭარბებს 1.5 მილიარდ ლარს. პანდემიის შემდგომ ეს ბოლო წლების ზრდა იქნება იმავე პარამეტრებში, როგორც იყო წინა წლებში, ანუ 17-18%-ის ფარგლებში წლის ბოლოს, 12 თვის საბოლოო შედეგებით. ამ ეტაპზე შარშან იყო დაახლოებით 712 მილიონი ლარი პრემია მოზიდული, ეხლა არის 800 მილიონს გადაცილებული. და ასევე ჩვენი პროგნოზული შეფასებით 1.5 მილიარდს გადააჭარბებს 2025 წლის მოზიდული პრემია. რო შევადაროთ, თქვა 2018 წელს პანდემიამდე 18 წელს მოზიდული პრემია იყო 9.5 მილიარდზე მეტი. ეხლა იქნება 1.5 მილიარდი. არდის გენერალური დირექტორი წლის პირველი ნახევრის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორში ზრდის ტემპი შენელდა. მიხეილ ჯაფარიძის შეფასებით ბიზნესის მართვის ხარჯები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კომპანიების შემოსავლები, რაც დამაფიქრებელი პარამეტრებია. იგივე ტრენდი გვაქვს, რაც ჰქონდა პირველ კვარტალში. პირველ კვარტალში გქონდა რომ რაღაც ასიმეტრია იყო, მაგრამ მეორე კვარტალში გაგრძელდა იგივე ტრენდი, რაც გულისხმობს იმას, რომ ზრდის ტემპი ნელდება. ანუ თუ შარშან 6 თვეში ზრდა იყო 20.5%, მთელი სადაზღვევო ბაზრის, წელს გვაქვს 12.5%. თუ ეს გაგრძელდა შემდეგ კვარტალებში და შემდგომ პერიოდებში, ხო? მაშინ უკვე დასაფიქრებელი იქნება რაღაც სიახლე ჭირდება ბაზას, რაღაც ასიმეტრია, რომელიც, ვთქვათ, ყურადღება მისაქცევია. წმინდა მოგება სადაზღვევო კომპანიების შემცირებულია, რაც ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ რეალურად საავტო კომპანიებს უფრო მეტი დანახარჯის გაღება უწევთ ადმინისტრირების კუთხით, ვთქვათ, რომ მართონ კომპანია, ვთქვათ, თავროდ აქ ზრდა არის ტექნოლოგიური დანახარჯებში, ხელფასებში, რაც თავისთავად ბაზარს სხვა ინდუსტრიებშიც აქვს და აქედან გამომდინარე წმინდა მოგება მცირდება. სადაზღვევო ინდუსტრიაში გაზრდილია სამედიცინო სერვისების უტილიზაციაც, ანუ მოხმარება, რაც სადაზღვევო პროდუქტებზე ფასების მხრივ დამატებით წნეხს ქმნის. TBC დაზღვევის კორპორატიული ბიზნესის დირექტორის თქმით, ამ მიზეზით მხოლოდ წელს სადაზღვევო პოლისები 20-25%-ით გაძვირდა. დაახლოებით 20%-იანი ზრდა ჰქონდა კლიენტებში, კაცალ გაზრდილი არის იმართულება დაახლოებით 40%. Radaracheta super daraliano Ignacio ერთ-ერთი მონაცემი რამაც გადარდა daralianova ინდუსტრიაში არის სამფლობი ტრანსპორტა. საკმაოდ გაზრდილი არის იქ daralianova გამფრთხილებული არის პასპორტები და ეს არის ის ხავალი ინჟინერი ის გამოფრთხილებული დაზღვევაში ხელს საკმაოდ იზრდება სადაზღვევო პრემიები. მაგალითად ისე რომ 25-30%-იანი ზრდა გვაქვს. ბაზრის სხვა მონაწილეების შეფასებით სადაზღვევო ბაზარი სწორედ პრემიის ზრდის ხარჯზე იზრდება. ზედამხედველის მიერ სექტორის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებამდე კომპანიების ხელმძღვანელი პირები BMG-სთან განმარტავდნენ, რომ წლის პირველი 6 თვე საკმაოდ ძიმე აღმოჩნდა ინდუსტრიისთვის. პირველი 6 თვე საკმაოდ ვიტყოდი რომ ძიმე იყო ინდუსტრიისთვის შედარებით წინა 6 თვისგან. ზრდა ზოგადად 30% გვა არის ინდუსტრიაში სასაცალო გაყიდვების, თუმცა უმეტესი მოდის ფასების ზრდის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს ძიმე გულისხმობს იმის ხარჯზე, რომ რეალურად სადაზღვევო პროდუქტებზე გაიზარდა ფასი. და ზრდამ გამოსზრდა, რაც ჩვენ რეალურად დავინახეთ, არის განკუთვნილი ძირითადად ტარიფების ზრდით, რაც რეალურად ქვეყანაში მიუთითებს იმას, რომ სადაზღვევო პრემიები იზრდება. მეორე კვარტალშიც ეს ტენდენცია ბაზარზე გრძელდება, რომ ძირითადი ზრდა მოდის ტარიფების ზრდის მიმართულებით, ვიდრე დაზღვევლების რაოდენობის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი ზრდა მოხდა წინა წლებთან მიმართებაში სამედიცინო სერვისების მოხმარებაში, ასევე გაზრდილია ტარიფები ზოგადად ჯანდაცვის მიმართულებით და შესაბამისად ეს ასახავს პრობლემებს სადაზღვევო პოლისის პრემიაში
და საშუალოდ დაახლოებით 15%-იანი ზრდა გვაქვს პრემიების მიმართულებით. მოხმარებაა მნიშვნელოვნად გაზრდილი, დაახლოებით თანაბარი უკავია ფასების ზრდას და მოხმარების ზრდას, ასე ვთქვათ, პოლიციის ფასის ზრდაში. სადაზღვევო სექტორი აღნიშნავს, რომ ინდუსტრია ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს უფრო მეტად სავალდებულო ტიპის სადაზღვევო პროდუქტების გავლენით. სექტორი წლები აელოდება ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღებას. დაზღვევის მარეგულირებლის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი შესაძლოა პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგშიც მოხვდეს. აღნიშნული სახეობის დაზღვევის შემოღება კი სექტორს დამატებით დაახლოებით 25%-ით გაზრდის.